ერთ-ერთი ალბათ მთავარი სიახლე გიგა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში, უკავშირდება EUTOS სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის ჩართვას და აღძვრას, შეიძლება ასე ითქვას, საქართველოსთან მიმართებაში. ამ თემით დავიწყოთ საუბარი, თუმცა იქ თქვენ პარალელურად გქონდათ შეხვედრები, რომელიც EUTOS მიღმა უშუალოდ ევროპის საბჭოს მუშაობას უკავშირდება, როგორია განწყობები, რა შეიცვალა საქართველოსთან ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, აი შემოდგომის შემდეგ იყო თქვენი პირველი ჩასვლა და ვიზიტი იქ. მოგესალმებით საღამომშვიდობის მეოსალმე მაყურებელს. EUTOS სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი არის საეტაპო ამბავი საერთაშორისო მიმართულებით, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მან დაიწყება ივანიშვილის საერთაშორისო სამართლებრივი ვერდიქტის წერა რეალურად, იმიტომ რომ მოსკოვის მექანიზმი არის ყველაზე უფრო ქმედითი და მძიმე საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი, რაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას გააჩნია. მისი შექმნის დღიდან 91 წლიდან სულ 16 ჯერ არის გამოყენებული და რო ჩავხედოთ რა შემთხვევებში იყენებენ, არის უმძიმესი დარღვევები ადამიანის უფლებების, მათ შორის ჩეჩნეთში, არის უკრაინის ომთან დაკავშირებით, სხვა кейსები რუსეთთან დაკავშირებით და ბევრი უმძიმესი ამბავია და ის რომ საქართველოსთან დაკავშირებით იყენებს EUTO ამ მექანიზმს არის უკვე ვერდიქტი, თუმცა შედეგები, რომელიც ელის ივანიშვილს მხოლოდ ამ გამოძიებიდან არის ჩემი აზრით კიდევ უფრო მძიმე მისთვის, იმიტომ რომ ეს არ იქნება დასკვნა, რომელსაც არ ექნება მერე პრაქტიკული ქმედითი ასახვა. პირიქით, ეგ არის დასკვნა, რომელსაც ბევრი მიმართულებით ექნება შედეგები, ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო სასამართლოებში ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო და მერე საბრალდებო პროცედურები, ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო მძიმე ნამდვილი საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს შეიძლება იყოს იმ ქვეყნებში გამოძიებები, რომლებსაც გააჩნიათ უნივერსალური იურისდიქცია. ანუ არიან ქვეყნები, რომლებსაც ეგეთი სამართლებრივი რეჟიმი აქვთ, რომ კონკრეტული ტიპის დანაშაული დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა მოხდეს, აქვთ საგამოძიებო უფლებამოსილება. მაგალითად, საფრანგეთი არის ეგეთი, რომელსაც შეუძლია, რომ ივანიშვილის მიერ ხალხის სისტემური წამება საქართველოში და ქიმიური იარაღის გამოყენება თავად გამოიძიოს ეროვნულ დონეზე. აი ეს ძალიან საინტერესო რამ აღნიშნეთ, განსაკუთრებით სწორედ იმის გამო, რომ ივანიშვილი ამავდროულად საფრანგეთის მოქალაქეც არის ერთი და როცა ჩვენ ჩემ კითხვაში ფიგურირებდა ეს ნაწილი რა შეიცვალა, მათ შორის მოლოდინი ამ შეკითხვის პასუხის უკავშირდება სწორედ BBC საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის მიერ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას საქართველოს ქიმიური იარაღის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენების მაღალ ალბათობასთან დაკავშირებით. ამ მხრივ რა სიახლეები არის ევროპული ინსტიტუტების დონეზე? ჩემი აზრით კიდევ უფრო დაამძიმა. ნუ რადიკალურად შეცვალა ამან დამოკიდებულება. იქამდეც არ იყო მარტივად ივანიშვილის საქმე არც ევროსაბჭოში, არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაგრამ ამ ქიმიური იარაღის საკითხმა ბევრად უფრო დაამძიმა ივანიშვილის მდგომარეობა, იმიტომ რომ სულ სხვა სერიოზულობით ეკიდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ საკითხს, იმიტომ რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ არის ამბავი, რომელიც მოხდება საქართველოში და დარჩება საქართველოში. ეს არის ამბავი, რომელსაც საფრთხეთ აღიქვამს ნებისმიერი ცივილიზებული ნორმალური სახელმწიფო. არა მარტო იმიტომ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ექსტრატერიტორიული დანაშაული, ანუ ამბავი, რომელიც ამ ქვეყანაში ვერ დარჩება, საქართველო ვერ დაიტევს მხოლოდ იმ ამბავს, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა. ამიტომ არის ჩვენ ბევრი შეხვედრა გქონდა ბრიტანელების დელეგაციასთან, ფრანგებთან, გერმანელებთან, ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუტის წარმომადგენელთან და ერთხმად ყველა აღნიშნავს, რომ ამის პატიება არ შეიძლება. გიგა, დეხ აი აქ მაქვს შეკითხვა, ჩვენ ვახსენეთ BBC-ს ფილმი, მაგრამ არის მეორე გამოძიება, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გამოძიება, როდესაც თქვენ უხსნიდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა რეჟიმმა 5 დღეში გამოიძია ბრჭყალებში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტი. ამაზე რა რეაქცია ჰქონდა? მან ეგ წინადადება ამთავრებს დისკუსიას ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაში. საკმარისია თუ არა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით ივანიშვილმა ეს მართლა ჩაიდინა თუ არა. აი ეს დისკუსია მთავრდება მაშინვე, როდესაც ჩვენ ეტყვი, რომ სუსმა განაცხადა, რომ 4 დღეში გამოიძია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტი, იმიტომ რომ ეს ხალხი არის სოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ უმძლავრესი საგამოძიებო ორგანოები, აქვს გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს მაგალითად, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ ორგანოებსაც კი არ შესწევთ იმის ძალა, რომ 4 დღეში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ და მან თავდება ლაპარაკი, ეს არის აბსოლუტური არგუმენტი. როგორც მინიმუმ
არასერიოზულობაზე მეტყველებს, მაქსიმუმ მიკერძოებაზე. ეს მეტყველებს სხვა რაზე არაეფექტურ გამოძიებას საკუთარი დანაშაულის დაფარვაზე პირდაპირ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ გამოძიების ტექსტში სულ რომ ასე იყოს 4 დღეში ვთქვათ გამოიძიეს. ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უპასუხეს რამე შეკითხვას. არაფერსთვის არ უპასუხია. პასუხები არ არის იქ. იქ არის პასუხი ერთადერთ რაღაცაზე, რომ არაფერს გასცეს პასუხი. აი ეს არის ცნობთ დინარაძის შესაძლებლობებს საგამოძიებო. მაგრამ ტექსტს ვიცნობ, სადაც არ წერია არაფერი. ხო, არაფერი არ წერია ტექსტში. თავარი საკითხები რაც არის, იმას პასუხი. რამდენიმე დღე რომ არის მოცემული, რომ იმ დღეს ეს გამოვიყენოთ, დანარჩენ დღეს მანამდე 4 დღის განმავლობაში რას იყენებდნენ, ეს რომ არა აქვთ ტექსტში, ხო, ეს ხომ უკვე ღია მგზავნილია ყველასთვის, რომ ესე იგი 4 დღეში რაღაც მოხდა. რა თქმა უნდა. ამ კონტექსტს კიდე ამძაფრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, სადაც სასამართლომ დაწერა, რომ მესამე მუხლელო წამების აკრძალვა დაირღვა როგორც შინაარსობრივ ნაწილში, ასევე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა წამება და შემდეგ არ გამოიძია წამების დანაშაული და ეს ამყარებს ჩვენს პოზიციებს ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე, იმიტომ რომ განაცხადი წინადადება იმის შესახებ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გამოიძია ეს ამბავი არის არა მარტო პოლიტიკური განაცხადი ჩვენი მხრიდან, არამედ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებული, იურიდიულად დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ხალხს აწამებენ და მე ამ წამების დანაშაულებს არ იძიებენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ქმედითი იყოს საერთაშორისო გამოძიება. EUTHOS სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, თუმცა ჩვენ მუშაობთ ბევრი სხვა მიმართულებითაც, ეს არის გაეროს შესაბამისი ორგანოები, ეს არის ინდივიდუალური ქვეყნები, როგორც გითხარით, ვისაც ეს უნივერსალური იურისდიქცია გააჩნია. ეს არის მაგალითად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში, ეს არის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ბევრი სხვადასხვა მიმართულება. ანუ ჩვენი ამოცანა მარტო ის კი არ არის, რომ მოსკოვის მექანიზმი ჩაირთო და ამით დამთავრდა. ჩვენ უნდა კონდეს მასირებული საერთაშორისო სამართლებრივი შეტევა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა ხრელი, სადაც ის გაძრომას შეეძლება, უნდა იყოს შეეცდება, უნდა იყოს ამოქოლილი. მოსკოვის მექანიზმი არის გამხსნელი მექანიზმი, უგულისხმობ EUTHOS საგამოძიებო მექანიზმს, თუმცა ამას აუცილებლად მოყვება კიდე სხვა ტიპის გამოძიებები. აქ ასევე არის მნიშვნელოვანი ორგანი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, სადაც საკმარისია ერთი წევრი ქვეყნის მიმართვა იმისთვის, რომ ამ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად დაიწყოს გამოძიება საქმეზე. ანუ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, რომ ვერსად ამ ამბავს ივანიშვილი ვერ გაუძროს. იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ევროსაბჭოში სტრასბურგში ყოფნისას შევხვდით ახალგაზრდა გოგოს საქართველოდან მარიამ გელოვას, რომელმაც ისაუბრა თავისი ამბის შესახებ ევროსაბჭოში. და იქ იყო ფოტომასალაც და ბევრი ამბავი და მაყურებელს ახსოვს ეს ზუსტად აი ამ ქიმიური ხსნარის შედეგად დაზიანებული ადამიანია. ადამიანმა დაკარგა მხედველობა ერთ თვალში, დიახ, საფრანგეთში. და ეს ხო ერთი ინდივიდუალური შემთხვევა არ არის, აქ ხო ლაპარაკია, არ ვიცი, ასობით ადამიანზე, რომლებსაც არ სახლებში შეუვიდათ ის საწამლავი, რასაც ივანიშვილი იყენებდა და ათობით ადამიანია, ვისაც ეს რეციდივი აქვს აშკარად და გამოძიება არ ჩატარებულა. საკუთარ პოლიციელებსაც. საკუთარ პოლიციელებს, ბავშვებსაც ასევე არ იცოდნენ რა იყო ხო კადრები ხომ არსებობს სადაც პოლიციელებიც გაოცებულები არიან ეს რა არის რა თვითონ თქვენს აი BBC-ის ფილმში არის რომ ცესკოსთან აქციის დროს 20-20 წელს თვითონ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დაიწამნენ ამ რაღაც ნივთიერებით და იქ არის პირველი კლასიკური გიმნაზია სადაც ბავშვები სწავლობენ და რასაც საერთოდ ყურადღება არ მიაქციეს და ბავშვების ჯანმრთელობა დააყენეს დარტყმის ქვეშ ტურისტები რომლებიც იქ არსებულ სასტუმროებში არიან ხოლმე განთავსებული მოკლედ ეს არის კომპლექსური ამბავი აქ არის არ ვიცი პოლიტიკურიც მორალურიც და სამართლებრივი განზომილებებიც ეს ამბავი ივანიშვილს არ უნდა შერჩეს არ უნდა ეპატიოს ერთი მხრივ მეორე მხრივ საერთაშორისო სამართლის აი სისტემა მთელი ეს ორგანოები რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით არის მაინც ერთი სისტემის ნაწილი ერთის გადაწყვეტილება სხვისთვის არის პრეცედენტული ამიტომ ჩვენ ბუნებრივია რომ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს წნეხი საერთაშორისო რომელიც უკვე დაიწყო EUTHOS მოსკოვის მექანიზმის გახსნით ხო უნდა იყოს რაც შეიძლება გაიპრაქტიკული თვალსაზრისით